ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში საინტერესო თემებით და სტუმრებით, მხოლოდ კომერსანტზე, ყოველ სამუშაო დღეს. მოგესალმებით, კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ვარ ნინი მოსიაშვილი, ილიაუნი ბიზნეს რევიუ სტუდენტური პროგრამების კოორდინატორი და დღევანდელი გადაცემის წამყვანი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კავკასიურ სახლში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, სადაც საუბარი იყო კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ნათია გორგაძე, პროგრამების მენეჯერი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის. მოგესალმებით ქალბატონი ნათია, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მომბრძანებისათვის. გამარჯობათ, მადლობთ მოვატიჟებისთვის. ასევე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი გიორგი აბეშიშვილი, ილიას უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე და კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის. მადლობა, რადიო კომერსანტში როგორც ყოველთვის შინაურულად თქვენ თავს არასტუმრის რანგში მაინც გამოიც. პირველი კითხვით ქალბატონი ნათია თქვენთან გადმოვთ. რა მიზანს ისახავდა კავკასიურ სახლში გამართული კონფერენცია, რომ ვისაუბროთ ამის შესახებ და ზოგადად რატომ მოეწყო, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი? ეს კონფერენცია მიზნად ისახავდა პრინციპში საქართველოს საზოგადოების, ასე რომ ვთქვათ, ცნობიერების ამაღლებას, ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორც არის სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარება. მოდელი, მაგალითად წყობა, ის განვითარების მთელი ხაზი, რომელიც გაიარა ამ ქვეყანამ. თუმცა ეს ეკონომიკური ჭრილი თავისთავად მოიცავდა ბევრ სხვა ასპექტებსაც, როგორც არის მაგალითად იგივე კულტურული ასპექტები, განათლება, ანუ ყველა ის თანმდები პროცესი, რაც ეკონომიკის ნაწილია. შესაბამისად, ძირითად მიზანი იყო სწორედ აი ეს, რომ უფრო უკეთ გაეცნო ქართულ საზოგადოებას სამხრეთ კორეა და მისი განვითარება. ძალიან საინტერესო, ვისი ორგანიზებით მოეწყო ეს კონფერენცია და ვინ იყო დამფინანსებელი ამ კონფერენციას? ორგანიზება გავწიეთ ჩვენმა ორგანიზაციამ, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, ხოლო კონფერენციას აფინანსებდა კორეის ფონდი, რომელსაც პრინციპში საქართველოში ჯერჯერობით არ აქვს ოფისი, მაგრამ მოსკოვის ოფისიდან იყო ჩამოსული დირექტორი ქაური ოფისის. ძალიან საინტერესო, რა შემოთავაზებები, რა წინადებები მოდის მათი მხრიდან, რამდენად არიან დაინტერესებული ამ ყველაფრით. ჩანს, რომ ინტერესის სფერო აქვს საქართველოში, რადგან ეს კონფერენცია ამასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ უფრო კონკრეტულად რო გითხრათ მათი ინტერესების შესახებ. ცით საკმაოდ ახალი აქტივობა და საკმაოდ ახალდაწყებული, ასე რომ ვთქვათ, ამ ტიპის ურთიერთობები გულისხმობ იმას, რომ რასაკვირველია სამხრეთ კორეასთან ურთიერთობები მანამდეც არსებობდა, თუმცა მნიშვნელოვანი იმით არის ეს კონფერენცია პირველ რიგში, რომ ვთქვათ ის რაც ხდებოდა დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე, ამ კონფერენციის წყალობით უკვე წამოვიდა უფრო საზოგადოებრივ სფეროში, რომელმაც მოიცვა ასევე აკადემიური სფეროც. კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტებიც, მათი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. შესაბამისად, თვითონ სამხრეთ კორეას და კორეის განვითარების ფონდს თავის მიზნებში გარდა იმისა, რომ ვთქვათ, თავისი ეკონომიკური მოდელი, რომელიც უდაოდ წარმატებული და ამაზე გიორგი რასაკვირველია ბევრად უფრო კვალიფიცირად ისაუბრებს, უნდა რომ გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება, გარდა ამისა ისინი ფიქრობენ ასევე უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით მათთვის საინტერესოა ყველა ის საკითხი, რომელიც სამხრეთ კორეის და კორეის კულტურის საქართველოში წარჩინებას ხელს შეუწყობს. ეს არის ენობრივი კომპონენტი, ვთქვათ, კორეული ენის სწავლება, სწავლა, კულტურული კომპონენტი და ზოგადად რამდენადაც საუბარში გამოიკვეთა, ისინი ძალიან არიან დაინტერესებულები განათლების სფეროში შემოვიდნენ და ესე რომ ვთქვათ ჩვენთან თანამშრომლობენ. ძალიან საინტერესოა რა ტიპის პროექტების დაფინანსებით არიან უფრო დაინტერესებული და ერთი ასეთი სფერო, როგორც თქვენ საუბრობდნენ გამოიკვეთა, არის განათლების სფერო. დიახ, რადგანაც პრინციპში აი ეს სფეროები ეხლა უფრო იკვეთება, აი ესეთი სწორხაზოვანი პასუხი მათგან არც მიგვიღია. ისინი უფრო აკვირდებიან, თქვათ, რა იქნებოდა პრიორიტეტული, რაში შეიძლება რომ ისინი განსაკუთრებით სასარგებლოები იყვნენ საქართველოში.
თუმცა ცალსახაა, რომ ისინი დაინტერესებული არიან ისევ და ისევ, თქვათ, აი კორეული ენისა და კულტურის საქართველოში წარმოჩინებით. ეს ნამდვილად და აბსოლუტურად პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ინტერესის სფეროა ამ წუთას. ანუ რა პერსპექტივები აქვს თქვენი აზრით ან განვითარებას ქართულ და კორეულ ურთიერთობას შორის? იცით, ნამდვილად აქვს პერსპექტივები, თუნდაც იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი საკმარისი ცოდნა და შეხება ამ ქვეყანასთან, არა და ეს ქვეყანა ძალიან განვითარებულია, ძალიან წინ არის წასული, საინტერესოა მისი განვითარების მთელი ეს ფაზები. შესაბამისად არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც თანამშრომლობა ალბათ ძალიან სასარგებლო იქნებოდა ქართული მხარისათვის და როგორც ჩანს საინტერესოა კორეისთვის, რომელმაც ამ ეტაპზე უკვე გადაწყვიტა, რომ ის მზად არის აი ესეთ განვითარებად ქვეყნებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს სხვადასხვა სახით, მათ შორის რასაკვირველია პროექტებითაც. ანუ საინტერესოა ვინ ესწრებოდა ამ კონფერენციას, ვინ აუდიტორია? აუდიტორია იყო ძალიან საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, იყვნენ სტუდენტებიც, თუმცა სტუდენტების გარდა იყვნენ 8 მომხსენებელი, აქედან 4 იყო ქართველი და 4 იყო კორეელი წარმომადგენელი, მათ შორის ერთი როგორც უკვე აღნიშნე იყო კორეის ფონდის თავმჯდომარე მოსკოვის ოფისიდან, მან გახსნა კონფერენცია ჩემთან ერთად. შემდეგ ბატონი ვახტანგ კოლბაია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, გამოვიდა სიტყვით და ეკონომიკის კორეული მოდელი განიხილა ჩვენთან ერთად, რომელიც თქვათ რაღაცა შესაძლებლობებს მოგცემს ქართულ-კორეული თანამშრომლობის განვითარებისთვის. ასევე იყო საქართველოს კორეის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, რეზიდენცია აზერბაიჯანში აქვს ამ წუთას, მოვერიდები სახელების და გვარების იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად სწორად წარმოთქვა. მან ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და კორეას შორის ესეთი პრეზენტაცია გააკეთა ძალიან საინტერესო, სადაც შედარებითი ანალიზიც იყო წარმოდგენილი პრინციპში და საკმაოდ კარგად აჩვენებდა თქვათ იმ მიღწევებს, რაც კორეამ ამ წლების მანძილზე მიაღწია. მერე იყო ბატონი გიორგი აბაშიშვილის მოხსენება, მან აღარი მთავრობის გამოწვევებზე ისაუბრა, კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ამის შემდეგ იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი ეკონომიკურ საკითხებში კორეის ეკონომიკის განვითარებისა და მთავრობის როლზე საუბრობდა. ასევე საკმაოდ საინტერესო იყო მის მიერ დანახული მთავრობის ფუნქცია, მთავრობის როლი, რა შეძლო და რა ვერ შეძლო და როგორ მიაღწია თქვათ ასეთ ეკონომიკურ განვითარებას კორეამ სწორედ აი ამ მთავრობის ფარგლებში, რომელიც მას ყავდა, რამ გამოიწვია მისი შეცვლა, რამდენად აუცილებელია მთავრობების შეცვლა ზოგადად რაღაცა პერიოდის შემდეგ. ქალბატონმა ქეთევან გოჩიტაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, საინტერესო მოხსენება გააკეთა ცოტა უფრო განყენებულ თემატიკაზე. მან საკმაოდ დეტალურად მოგვითხრა, რამდენად არის ასახული კორეა საქართველოს მედია სივრცეში და კერძოდ ინტერნეტში. ანუ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება ზოგადად მოვიპოვოთ ამ ქვეყნის შესახებ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ცოტა და საკმაოდ მწირი. და ბოლოს ბესიკ ლორდ-ქიფანიძემ, ილიაუნის პროფესორმა ასევე გააკეთა შედარებითი ანალიზი საქართველოსა და კორეის საგანმანათლებლო სისტემებს შორის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათია, კომერსანტის ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებით. პროფესიონალები კომერსანტზე ილიაუნი ბიზნეს რევიუსთან ერთად. ვაგრძელებთ გადაცემას პროფესიონალები ილიაუნი ბიზნეს რევიუსთან ერთად. შეგახსენებთ, მე ვარ გადაცემის წამყვანი ნინი მოსიაშვილი, ილიაუნი ბიზნეს რევიუს სტუდენტური პროგრამების კოორდინატორი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი ნათია გორგაძე, პროგრამების მენეჯერი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებაჩორისი ურთიერთობის ცენტრის და ასევე ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი გიორგი აბაშიშვილი, ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ეკონომიკური კლუბის და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელი. ბატონო გიორგი, თქვენ როგორც ვთქვით, იღებთ მონაწილეობას კონფერენციაში და იყავით ერთ-ერთი მომხსენებელი. საინტერესოა, რას ეხებოდა თქვენი მოხსენება, მოკლედ რომ ვისაუბროთ ამის შესახებ.
მადლობა. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და ნათიას ორგანიზაციას და გუნდს გადავხდი მადლობას, რომ მომეცა შესაძლებლობა გამოსულიყავი ამ კონფერენციაზე და გამეკეთებინა ჩემი მოხსენება. ჩემთვის იყო პრინციპში ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირველად მოხდა საერთოდ საქართველოში მსგავს ტიპის ესეთი ერთგვარი შერეული კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორც ენობრივი მიმართულებით, განათლების მიმართულებით, მედიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პლენობაში ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, რაც შეეხება ჩემს მოხსენებას, ჩემი მოხსენება შეეხებოდა მთლიანად ეკონომიკას. მე ერთის მხრივ საუბრობდი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე, იმიტომ რომ თქვა ილაპარაკო რაიმე ტიპის პერსპექტივებზე, ჯერ არსებულ სიტუაციას უნდა მიმოიხილო. მეორეს მხრივ საუბრობდი საქართველოს კორეის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, იმ ურთიერთობაზე, რომელიც უკვე არის და ბუნებრივია ასევე გარკვეულ სამომავლო პერსპექტივებზე. ზოგადად კორეის თემა არის ძალიან საინტერესო საქართველოსთვის. ყველაფერზე შეიძლება ითქვას, რომ არის საინტერესო, მაგრამ კორეელების შემთხვევაში მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან ძალიან ბევრ სიტუაციაში არის თქვათ მსგავსი მომენტების დაჭერა შეიძლება ბევრ სიტუაციაში. მათ შორის თემა, რომელიც კორეელებს მუდმივად აღელვებთ, ბუნებრივია, ეს არის კონფლიქტი მათ მეზობელთან, ერთ დროს ერთ სახელმწიფოსთან. ჩრდილოეთ კორეას გულისხმობ და ძალიან ბევრჯერ მომისმენია საქართველოში არგუმენტები, რომ თქვათ საქართველოში ეკონომიკური განვითარება შეიძლება შეაფერხოს იმან, რომ საქართველოში არსებობს კონფლიქტური ზონები. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უდიდესი პრობლემისა, მიუხედავად ომისა, მიუხედავად მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ყოფნისა, მიუხედავად მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის განცდისა, საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის გულისხმობ ამ შემთხვევაში, სამხრეთ კორეამ მოახერხა ეკონომიკური განვითარება და მოახერხა ძალიან წარმატებულად. ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ აი კორეელები არიან რაღაცა განსაკუთრებული ხალხი და ამიტომ შეძლეს თქვათ წარმატების მიღწევა. მოდით რამე შევხედოთ, ჩრდილოეთ კორეაში და სამხრეთ კორეაში ერთ და იგივე ეთნოსის ადამიანები ცხოვრობენ. თქვათ რატომ შეძლო მაშინ ერთმა ნაწილმა წარმატების მიღწევა და რატომ ვერა თქვათ მეორე ნაწილმა და ვხედავთ თქვათ მეორე ნაწილს რამ მდგომარეობაშიც არის. საქმე არის მარტივი. რა თქმა უნდა, ადამიანების შრომის მოყვარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი საქმის შესრულებაში, ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სისტემას, როგორ მუშაობს ის და მოდელს ზოგადად და ცოდნას, სად მიდის საბოლოო ჯამში ქვეყანა. ძალიან საინტერესო მოხსენებელი იყო ერთ-ერთი იონ-სეის უნივერსიტეტიდან, რა თქმა უნდა, რთულია სახელების გამოთქმა, ბატონი ლი, რომელიც საკმაოდ საინტერესო თემაზე გააკეთა აქცენტი, პრინციპში იმ თემაზე, რომელზეც მთელ მსოფლიოში მიდის ხოლმე დისკუსია, ოდნავ უტრირება, რომ მოვახდინო ბატონი ლის ნათქვამის, პრინციპში იყო ასევე საუბარი დემოკრატია და ეკონომიკური განვითარების თავსებადობაზე. თქვათ, ანუ ძალიან ბევრისგან მოგუსმენია მათ შორის საქართველოს, მათ შორის ხელისუფლების დროს, რომ აი ხა დემოკრატია საჭიროა დროებით შეიზღუდოს, იმიტომ რომ ეკონომიკურ განვითარებას ჭირდება რაღაცა ესეთი შეიძლება ძლიერი ხელი ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ჩვენ ხედავდით დღეს ძალიან კარგად გვაჩვენა ბატონო პროფესორმა, რომ დემოკრატიის თანდათან განვითარებასთან ერთად ეკონომიკური ხოასა იყო თუ კი, პრინციპში რაც იყო საკმაოდ საინტერესო, მან დაგონახა თქვათ თავრობის დაკომპლექტების მოდელი, როგორ არის თქვათ იმისი საწინდარი, რამდენად კარგად და წარმატებით ვითარდება ეკონომიკა. და ცვლილებები ზოგადად, რომელიც მნიშვნელოვანია, ის რომ ცვლილებები კი უნდა გვაშინებდეს, პირიქით ცვლილებები შეიძლება იყოს წყარო, თქვათ, განვითარების გარკვეულწილად, იმიტომ რომ მუდმივად ერთ სიტუაციაში ყოფნა, ეგ არც პოლიტიკურად არგებს თქვათ ქვეყანას, არც სამოქალაქო თვალსაზრისით, არც ბუნებრივია ეკონომიკისთვის არის საინტერესო. ამიტომ მთლიანობაში მინიმუმ ამიტოც არის თქვათ კორეის მაგალითი, ვნახოთ ჩვენ როგორ შეძლო ქვეყანამ თანდათანობით დემოკრატიის განვითარებაც
და პარალელურად ის ანხორციელებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, შედეგიან ეკონომიკურ რეფორმებს, რაც ყველაზე მთავარია. ბევრისგან მომისმენია, რომ ეკონომიკაში სამხრეთ კორეას ჰქონდა ესეთი განმავითარებელი სახელმწიფოს როლი, როცა თავდაპირველად სახელმწიფო გარკვეულ როლს თამაშობდა. ეს როგორც ჩანს ასეც იყო, უბრალოდ კორეა შემდგომ ნაბიჯებში მაქსიმალურად ეცადა, რომ ჰქონდა უფრო გახსნილი ეკონომიკა, უფრო თქვა ლიბერალური ეკონომიკა. რაც შეეხება კორეის წარმომადგენლობებს ბიზნეს კუთხით საქართველოში, რომლებიც არიან ყველაზე უფრო მეტად თქვა იგივე მსმენელისთვისაც ადვილად აღსაქმელია ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც შეიძლება არც კი ვიცოდეთ მაინც და მაინც რომ კორეულია, მაგრამ საქართველოში ძალიან დიდ წილს იკავებს არის იგივე მანქანების ბაზარი, სადაც Hyundai და Kia საკმაოდ აქტიურად ლიდერობენ, ეს სხვადასხვა კვლევებში ჩანს, მაგრამ დღესაც ვამბობდი, კვლევებში ნახვა შეიძლება არც გვჭირდება, თუ თქვათ ქუჩაში დავაკვირდებით ახალი ავტომობილების წილს და ახალი ავტომობილების წილიდან რამდენი მოდის შემდეგ სამხრეთ კორეულ მოდელებზე, ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ისევე როგორც მთელი რიგი ელექტროტექნიკა, ვთქვათ, მათ შორის საკომუნიკაციო საშუალებები, ხო, მობილური, Samsung-ი არის ერთ-ერთი ლიდერი ამ ნაწილში და არა მხოლოდ მობილურების ნაწილში, ელექტროტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნაწილში, ასევე დიახ LG ბუნებრივია და არ ვიცი ხა ვთქვათ, აი ეს სამი ბრენდი, რომელიც ჩამოუთვალე, ეხლა მე ძალიან ნაკლებად მეგულება საქართველოში ადამიანი, ჩვენი მსმენელი ხო რომელიც გვისმენს და აი ამ სამი მოდელიდან ერთ-ერთთან მაინც რომ რაღაც შეხება არ ქონდეს Samsung-თან, LG-თან ან Hyundai-სთან. იმიტომ რომ ნუ პრაქტიკულად აქვს საკმაოდ ცივი ექსპანსიური პოლიტიკა, კარგი გაგებით, თქვათ, აღნიშნულ კომპანიებს. რაც შეეხება საქართველოს და კორეის ურთიერთობას ციფრებში თუ ავიღებთ, საკმაოდ საინტერესო დინამიკით ვითარდება. აი თუ შევხედავთ 2008 წლის შემდგომ პერიოდს, ანუ გულისხმობს სოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდს თუ შევხედავთ ჩვენ ვაჭრობის მაჩვენებელი, ანუ ბრუნვის მაჩვენებელი ექსპორტ-იმპორტის ჯამური მოცულობა იყო 2009 წელს 22 მილიონი დაახლოებით, 2010 წელს იყო 37 მილიონი, 2011 წელს იყო 55 მილიონი და 2012 წელს თითქმის 56 მილიონი. რაც ნუ საკმაოდ მზარდი დინამიკაა. თუმცა საქართველოსთვის დამაფიქრებელიც არის. და რატომ? იმიტომ რომ ამ ნაწილში ძალიან ბევრია ექსპორტის ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში იმპორტის წილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქცია შემოდის კორეიდან, საქართველოს არ აქვს, ხო ბუნებრივია შესაძლებლობა იმისა, რომ კორეაში გაიტანოს მაქსიმალურად თქვათ ქართული პროდუქცია. ამიტომ ბუნებრივია რომ ეს თქვათ შეიძლება ჩვენ გარკვეულ პრობლემებს გვიქმნდეს. ისე საინტერესო ერთი რამე, როდის გახდა უფრო ინტენსიური საქართველოს-კორეის ურთიერთობები. უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წელს იყო პრინციპში საქართველოსთან პირველი ესეთი სერიოზული ვიზიტი, მას ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ბურჯანაძის მეთაურობით, როდესაც პირველი ნაბიჯები მოისინჯა კორეული ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. გასულ წელს იყო საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი სტუმრად, სადაც შეხვდა მის კოლეგას და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეთანხმებები ჰქონდა ადგილი. ამის შემდგომ უკვე მოეწყო ბიზნეს ფორუმი საქართველოში, სადაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენლები იყო. ამას მოყვა საქართველოს საელჩოს გახსნა კორეაში პარალელურად. საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ პრინციპში საქართველოს კორეაში მიიღო არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, ეს სხვა ტიპის ბიზნეს ფორუმები, მათ შორის Financial Times-ის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ფორუმი Invest in Georgia და მე ვფიქრობ, რომ თანდათანობით აი ამ ყველაფერმა გაახსნა გზა, ვთქვათ, საქართველოში კორეული ინვესტიციების და შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელისუფლების დროს არათუ შენელ და პირიქით გააქტიურდა ეს ურთიერთობა, აი სულ აპრილის დასაწყისში იყვნენ ჩამოსული კორეელი ბიზნესმენები, ძალიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, სადაც საქართველოს ბიზნეს გარემოს ესწნობოდნენ და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, კვლავ რეკლამის დრო. ჩვენს ეთერში დაბრუნდებით რამდენიმე წუთში. პროფესიონალები კომერსანტზე ილია უნი ბიზნეს რევიუსთან ერთად.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ ეს არის გადაცემა პროფესიონალები ილია-უნი ბიზნეს რევიუსთან ერთად. ვაგრძელებთ საუბარს თემაზე კორეა საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, რასთან დაკავშირებითაც გაიმართა კავკასიურ სახლში დღეს კონფერენცია. ქალბატონო ნათია, თქვენი საუბრად აუდიტორიასთან დაკავშირებით ვინ ესწრებოდა ამ კონფერენციას? საინტერესოა, რამდენად დიდი დაინტერესება იყო მათ მხრიდან და რა კითხვები წამოვიდა? ინტერესი იყო ძალიან დიდი, იმდენად დიდი რომ არც კი ველოდებოდით რომ ხელა ინტერესი იქნებოდა და აღმოჩნდა რომ უფრო მეტი ადამიანი ყოფილა დაინტერესებული აი თქვათ ამ კონფერენციით, ვიდრე თავიდან შეიძლებოდა ამის წარმოქმნა. თავიდანვე და იმ თავითვე უნდა ვთქვა რომ დაინტერესება ძირითადად მოდიოდა სტუდენტებისგან, ძალიან აინტერესებდა სტუდენტებს. ეს იყო ილია-უნის, ეს იყო ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის მეტწილად სტუდენტები, სადაც არსებობს ესეთი კორეის ფაკულტეტი. მე მგონი ენას სწავლობენ ზუსტად არც ვიცი მართალი. კი, ხო, იქ როგორც ითქვა, ტიჩი როგორც საუბრობდა, რაღაცა აქვს მათ შორის ეს კულტურული კონსერვა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ესეთი ფაკულტეტი არსებობს, სადაც სამხრეთ აფრიკის ინსტიტუტის მერე არსებობს ესეთი ძალიან მიმართულებითი და ფოკუსირებული სწავლება. ასევე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოდგენილი და შესაბამისად ძალიან ბევრმა კითხვამ გაიჟღერა, რომელიც სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა რაკურსით თქვა განიხილავდა იმ სამომავლო პერსპექტივას, რომელიც ქართული და კორეული ურთიერთობის გაღრმავებისკენ შეიძლება იყოს მიმართული. სტუდენტებს ძირითადად აინტერესებდათ ისეთი საკითხები, რომელიც სამომავლო საუნივერსიტეტო თანამშრომლობას შეუწყობდა ხელს, მათ აინტერესებდათ რამდენად რეალური და რეალისტური იქნებოდა სტუდენტური გაცვლების ორგანიზება, მაგალითად რა იყო საჭირო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი იმისათვის, რომ მოხვდეს თქვათ კორეაში და იქ შეძლოს რაღაცა პერიოდი მაინც ისწავლოს. ცალსახად უპასუხეს, რომ კორეული ენის ცოდნა ძალიან დიდი პლუსი ამ შემთხვევაში და კიდევ აღნიშნეს ჩვენმა კორეელმა მონაწილეებმა, რომ წერითი ენა ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს აი ამ შემთხვევაში, თუ ადამიანს კარგად შეუძლია წერა კორეულად, სპეციფიკურია ეს ელემენტი. ასევე იყო კითხვები სხვათა შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხითაც დასმული, მაგალითად ერთ-ერთმა დამსწრემ დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად კორეული ეკონომიკა არის დაფუძნებული ეროვნულ ღირებულებებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ეროვნული ღირებულებები იყოს გატარებული აი ამ ეკონომიკურ პოლიტიკაში. რაზეც ასევე ხაზი გაუსვა პროფესორმა ინსიენსეის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც კითხვა, რომ რამდენიმე ჯერ კორეის ეკონომიკამ იზარალა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ გადაუხვია თქვათ იმ პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომელიც მისთვის ძირეული და კულტურული და ტრადიციული და ეროვნული იყო. ასევე იყო შეკითხვები, ვთქვათ, კონკრეტული შეკითხვები იყო და წამოვიდა ესეთი კითხვა, როგორ უყურებს კორეის მთავრობა მიწის გასხვისებას და ამასაც ძალიან სიფრთხილით მოეკიდა პროფესორი, თქვა, რომ საკმაოდ რთულია ესეთი პროცესების წარმოება, მით უმეტეს უცხოელებისთვის. პრინციპში ეს ბევრი კითხვა იყო, ძალიან გამიჭირდება ხა ყოველს ჩამოთვლა, მაგრამ ესეთი მინდა ვთქვა, რომ ინტერესი იყო ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. ბატონო გიორგი, მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები და საქართველოს-კორეის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის? რაც შეეხება მსგავსი ტიპის კონფერენციებს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ერთი მარტივი მიზეზის გამო. კერძოდ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ჭირდება, საქართველოს ხარეს გულისხმობ, ჩვენი მხრიდან ვისაუბრებ, რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება იგივე გამოცდილების გაზიარება, იგივე გაცნობა იმ ადამიანების, რომელსაც გარკვეული გეგმები აქვთ, რომლებიც რაღაცას ფიქრობენ საქართველოში განახორციელონ გარკვეული პროექტები თუ ბიზნეს ინიციატივები და ჩვენ ბუნებრივი ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ასე რომ თუ არა მხოლოდ კორეასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც იქნება თქვა თავის ტიპის შეხვედრები,
ეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალია. რაც შეეხება საქართველოს სამხრეთ კორეას აქვს თუ არა პერსპექტივა თანამშრომლობის, მე ვფიქრობ, რომ აქვს. ურთიერთობა ბევრი კუთხით დაწყებულია, ბევრი რამე დაანონსებულია, ბევრი რამე ჩვენ თვითონ ვხედავთ, მაგრამ ჭირდება მეტი უფრო ინტენსიური ურთიერთობები. იგივე პრეზიდენტის ვიზიტის დროს ახლობთ ერთი წლის წინ დაანონსდა, რომ იქნებოდა სეული თბილისის პირდაპირი რეისი, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს როგორც ინვესტიციების გამეთავებას, ესე ზოგადად ორხრივი კავშირების გაღრმავებას, ისე როგორც აქვთ თქვათ კორეელებს, როგორც ჩანს გამოჩნდა ინტერესი თქვათ ენერგოსექტორში, ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერ ამას ჭირდება გარკვეული ტიპის ეტაპი. კარგია, რომ ამაზე არა მხოლოდ თქვათ ისე ზოგადად არის საუბარი, არამედ რაღაცა კონკრეტული დისკუსიებიც ეძღვნება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათია, ბატონო გიორგი მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამით სრულდება. ხვალ ამ პროექტის მორიგი გადაცემა გელოდებათ სხვა წამყვანთან და სხვა სტუმართან ერთად. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, დროებით. ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში საინტერესო თემებით და სტუმრებით. მხოლოდ კომერსანტზე ყოველ სამუშაო